დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვაგრძელებთ გადაცემას, როგორც დაგკვირდით და ესეთ მუსიკალურ და სესიამონო ნოტაზე გვინდა დავიწყოთ ორშაბათი, ნათლისღება გილოცავთ ისევ და ისევ, იმის და მიუხედავად, რომ დასვენების დღე გამოცხადებული გახლავთ 19 იანვარი, ვფიქრობ, მაინც სასიამოვნოა ორშაბათი დავიწყოთ სიყვარულით, ვისაუბროთ ხელოვნებაზე, მუსიკაზე და მივესალმებით ჩემი გადაცემის ერთ-ერთ გამორჩეულ და საყვარელ სტუმარს, რომელსაც ვიცი, რომ ჩვენი სტუდია და ჩვენი გადაცემაც უყვარს, აბა საფარელზე მაქვს საუბარი, რომელსაც ბევრი თქვენთაგანი იცნობთ, ასე რომ ბევრი წარდგენა არ დასჭირდება, მივესალმები საბას და გადავხდი მადლობას, რომ დადგა ის დრო 1 წლის შემდეგ, როცა იქნა მოხდა, ასე რომ შევხვდით როგორ ხარ, გამარჯობა. მოგესალმები, გილოცავ ნათლისღების დღესასწაულს, მივულოცავ თქვენს ტელემაყურებლებს და ძალიან კარგად ვარ. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, რაც არ უნდა ცუდი ხდებოდეს თქვენს ირგვლივ. კი, ნამდვილად. ძალიან ორიგინალურად გამოიყურები ყოველთვის, მაგრამ დღევანდელი ესე რომ თქვათ ლუკი, გაცილებით თვალში საცომია. გეტყობა საახალწლო გავლენა. კი, სულ ახალი წელია, სულ სიყვარულის დღეა და სულ მადლიერების და ჩახუტების დღეა, როდესაც ვცდილობ რომ იცხოვრო ნამდვილი ცხოვრებით. როგორია ნამდვილი ცხოვრება მიხარ? სიყვარულით ცხოვრება. საბა. სიყვარულით და მიტევებით. ძალიან კარგი. მე დღევანდელი დღე დავიწყე მიტევებით. გავაუქმე ჩემი საჩივარი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. რას ლაპარაკობ? კი. ასე მირჩევს. კარგი ადამიანი. უფრო კარგად ვარ. ხო, ალბათ ეს მოლოდინის რეჟიმიც და ადამიანებს ალბათ მალევე გავაუქმე სხვათა შორის, უბრალოდ დღეს გავახმოვანი საჯაროდ ჩემს პოსტში. ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღე? მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ ვიცი რომ მართლა იმიტომ მივიღე რომ ასე მირჩევნია. ხვდები რომ ასე უფრო კარგად ვიქნები, თუ ჩემს ისტორიაში არ იქნება ვინმეს წინააღმდეგ გამართული სასამართლო პროცესი. და ფიქრობ რომ ადრესატები უფრო დაფიქრდებიან საკუთარ ნათქვამს. აღარ მინდა საერთოდ აღარ ბოლომდე დავკეტოთ, მოდი და აღარ გვინდა. გილოცავ ამ კარგ გადაწყვეტილებას მინდა ძალიან დიდი მადლობა. და მოდი შევაფასოთ 2025 წელი როგორი იყო. ქუთაისი რომ ზედმეტად შეიყვარეს არ ახალი არის თქვენი მსმენელებისთვის და ასევე ჩვენი გადაცემის ტელემაყურებლებისთვის. რა მოვლენებს გამოარჩევა 2025 წლიდან? ძალიან მრავლის მომცველი და ძალიან საინტერესო კითხვები გაქვს როგორც ყოველთვის. მადლობა. გამოარჩევ იმ თავითვე იმით რომ ყველაზე მეტი სიმღერა მაგ წელში ჩავწერე. ყველაზე მეტი ახალი სიმღერა შევთავაზე სხვა წლებთან შედარებით. გამოვარჩევ იმით რომ არასოდეს არ მქონდა კლავიში და შევიძინე ციფრული კლავიში. მაშინაც კი არ მქონდა, როდესაც დავდიოდი ფორტეპიანოზე 7 წელი. და ბევრი ინსტრუმენტი შევიძინეს ასევე 2025. კი, ბევრი მუსიკალური ინსტრუმენტი შევიძინე. ბევრი პრემიერა მქონდა, ბევრი კლიპის გადაღება მქონდა. მე მაინც უფრო პროფესიულად მაინტერესებს სიმართლე გითხრა, უფრო ჩემთვის ეგ არის პრიორიტეტული, იმიტომ რომ პროფესიული წარმატება ადამიანს ძალიან აბედნიერებს. პირადი ცხოვრება რაღაცნაირად დაკეტილი მაქვს ბევრი წელია და ხო, მაგრამ ეს როდის გაიღება მარტო თქვენზე ხო არ არის დამოკიდებული, გულს ვერ უბრძანებ ნათქვამია. ხო, ასე რა, არ ვიცი, რაღაცნაირად ასე მოხდა. თუ ასე უფრო კომფორტულად აკეთებ საყვარელ საქმეს? მე მგონია რომ კი. საერთოდ ვთვლი რომ ხელოვანი რაც უფრო მით უფრო პროდუქტიულია თუ მარტოა. ასე ვხედავ, ასე მგონია. შეიძლება ვცდები ეს ჩემი აზრია და ქუთაისის სიყვარულს შეეხედა, მინდა გითხრა რომ მე ქუთაისს ვუმზადებ ძალიან კარგ სიმღერას იმერეთს და ქუთაისს კონკრეტულად. როდის იხილავს ეს სიმღერა დღეს? ძალიან მალე გუშინ დასრულდა არანჟირება, შოთო ბანძელაძემ გააკეთა შესანიშნავად. შოთო მოგიკითხავ და ძალიან დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის, პროფესიონალიზმისთვის და ძალიან მაგარ სიმღერას გპირდებით. ტექსტი ვისია, მუსიკა. ტექსტი თემურ ჟღენტის, პოეტი თემურ ჟღენტი გახლავთ ლექსის ავტორი, ხოლო მუსიკის ავტორი გახლავთ მზია ლავრენსი, რომელიც ცხოვრობს ინგლისში, ქართველი ქალბატონი. რა საინტერესოა. როგორი იყო იმ სიმღერაზე მუშაობა? სიმღერა არ ჩაწერილა ჯერ, უბრალოდ ფონოგრამა დასრულდა. სიმღერა ჩაიწერება უახლოეს დღეებში და გპირდებით რომ ძალიან მოგეწონებათ. რა ჟანრში ხარ? ასე ჯერ არ ყოფილვარ დარწმუნებული. ხო, აი ჟანრი მაინტერესებს, როგორც საესტრადო სიმღერა და შეძლებთ ცეკვას. ხო, ეს კარგი არის. ძალიან პოზიტიური. მე ვთვლი რომ ქუთაისის სიმღერები უფრო ლოგიკურია, როდესაც არის უფრო ორგანულია რა. იმიტომ რომ ქუთაისი ხო ასოცირდება საოცარი ჰუმორთან, პოზიტივთან და
მე ესე ვხედავ, რომ ქუთაისს ყველაზე მეტად უხდება ხალისიანი სიმღერა. კი ბატონო, დავალოდოთ აბა სიმღერის გამოჩენა. ეს წელიც დაიწყო საინტერესოდ, ხო მე ამოვიკითხე სოციალურ ქსელში და არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ მაგალითად სომალისთან დაიწყე ხო რაღაც ვითანამშრომლეთ მე და სომალის გაუჩნდა სურვილი დაახლოებით 1 წლის წინ, შეიძლება უფრო ადრეც, რომ გაეკეთებინა ჩემი ყველაზე ცნობილი ჰიტის ატმისხები რომ იყვავილებს მაგის ქავერი. კონკრეტულად კლუბური ელექტრონული ვერსია და მე ეს სიმართლე გითხრათ არც მე გამხსენებია. ხო, რაღაცა არც კი გამხსენებია არასოდეს ეს ნათქვამი და უეცრად 3 დღის წინ მიკავშირდება და მეუბნება რომ აი ვმუშაობო და ღამის გათენება რომ დამჭირდეს უნდა დავასრულო აუცილებლად და მართლაც დილით ჩამაბარა. მოგეწონა ეს ვერსია. ძალიან და სხვათა შორის გავტესტე და იცეკვეს ძალიან წარმატებულად. ანუ ეს ნიშნავს რომ კიდე შეიძლება გაგრძელდეს ხო მსგავსი ექსპერიმენტები. რომ წარმატებულად იცეკვეს რას ნიშნავს. უმეტესად მიჩვეული არიან პუბლიკა ერთ და იგივე სიმღერებზე ცეკვავენ სულ და რაღაც ცოტა ჭირს რომ რამე სხვაზეც გადავიდნენ და მოუნდეთ ცეკვა. და არ ქონიათ ეგ მომენტი. საბა, კარგი თამაში შეეხე, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა ადამიანები ვართ, ზოგჯერ კომპლექსი გვაქვს, ზოგჯერ ძალიან გინდა ხო, მსხვერპლიც ვართ ამ სტიგმების. ასე რომ რას ნიშნავს, როცა გიტარით ხელში შენსაყვარეს სიმღერას მღერი და თქვენს ირგვლივ უწყინარი გართობა მიმდინარეობს, ხო? აი, საოცრად. ეს როგორი ემოციაა? საოცრება ადამიანს მქონდა მაგის ბევრი პრეცედენტი და ბედნიერება, როდესაც საერთოდ ცოტა წარმოუდგენელი ამბავია, როცა გიტარის თანხლებით მღერის ადამიანი და ამაზე ცეკვავდნენ. ანუ იქ არ იყო დრამი, ხო? და ჩემთან სულ ცეკვავდნენ, სადაც მე ვუკრავდი, სულ დრამის ხმაც ისმის ჩემს დაკრულში, რა თქმა უნდა სიმღერას გააჩნია რა. ანუ რითმის დაკვრა ძალიან ჩემია გიტარაზე. მიყვარს ძალიან რითმის დაკვრა, რითმ გიტარა არის ჩემი გიტარა. და თბილისში, ქუთაისში ყველგან ზუგდიდში ხშირად ხდებოდა ეს, რომ ძალიან ბევრი ხალხი ცეკვავდა ჩემს დაკრულზე და ხო, ეგ ძალიან მაგარია, როდესაც შენს დაკრულზე ცეკვავენ. თან ალბათ ასაკობრივად სხვადასხვა ადამიანებიც ხო? კი. რო აცეკვებ ყველას. ასაკის ქალბატონი სისტემატურად მოდიოდა 2 ქალბატონი იყო თან ასეთი, ერთი უფრო შუახნის და მეორეზე ითქმის ასაკის, რომლებიც სისტემატურად ყოველდღე მოდიოდნენ მარჯანიშვილზე, ან თავისუფლების, ან უკრავდი მარჯანიშვილზე, ან თავისუფლების მოედანზე, თბილისი გალერეის წინ, რომ ეცეკვათ ჩვენთან. ეს ვიდეოები ძალიან პოპულარულია. ეს როცა ქუჩის მუსიკის ამბობსიხსენებ, აჰა, გასაგებია. საბა, კლიპებიც გადაიღე, ხო? კი. ერთი არის მუსიკის ჩაწერა და ასე შემდეგ, რომელიც ერთი შეხედვით დიჩრომასთან არ არის, ხო, დღეს არ უკავშირებენ მსმენელები ყოველი შემთხვევისთვის და ბევრი ისეთ ჩანაწერი დავს. მაგრამ აი ვიდეოკლიპის გადაღება ცოტა სხვა სპეციფიკა. ამ კუთხით ალბათ 2025 წელი თქვენთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა. დაახლოებით რამდენი კლიპი გადაიღე? არ მახსოვს, მაგრამ 5 მინიმუმ. არ დამითვლია. 5 მინიმუმ. ზუსტად ვიცი, რომ 5 უეჭველად და შეიძლება მეტი. რამდენად შეიძლება ჩათვალა, რომ კარგი სიმღერა, რომელსაც აი შეაფასებ თქვენ და შემდეგ მსმენელი, მის ამ ყოველფრის დაგვირგვინება არის ვიდეოკლიპი. თუ ცალკეც განიხილავ, რომ შეიძლება იყოს წარმატებული და მაინც ითვლება ზოგადად ასეთი დამოკიდებულება, რომ მუსიკალური კლიპი, ვიდეო რგოლი თუნდაც არის უკვე სრულყოფილება იმ ნამუშევრის, რასაც შენ შექმნი. იმიტომ რომ კიდე მეტად სრულყოფს, კიდე სხვა ფერებს, სცენს, სათქმელს უკეთესად ამბობს ის რეჟისორული ხედვა, სწორი გადაწყვეტა, თუმით უმეტეს ეს არის გადაღებული სპეციალური განათებებით, თუ არის კოსტიუმირებული, გამოყენებულია ბევრი ლოკაცია და მსახიობებიც არიან ჩართული მაშინ ხო საერთოდ მე ჯერ სიმართლეს გეტყვი და არ გამიჭირდება ვაღიარო და ვთქვა რომ ჯერ არ მაქვს მე ისეთი კლიპი როგორიც მე მინდა მიუხედავად იმისა რომ ბევრი კლიპი მაქვს მათ შორის კარგი და ნაკლებად კარგი საინტერესო და ნაკლებად საინტერესო მე ჯერ ისეთი კლიპი არ გადამიღია როგორიც მე აი რა უნდა გაგრძნობინოს რომ ეს ის არის რაც ასე ძალიან გინდა ძალიან უნდა იგრძნობოდეს არტისტის ენერგეტიკა და შინაარსი ძალიან ახლო კადრით უნდა იყოს გადაღებული მზერა ის თითოეული ამოსუნ თქვა ის თვალის მოძრაობა ყველაფერი უნდა ჩანდეს რომ მსმენელმა და მაყურებელმა იგრძნოს
ტკივილი თუ სიხარული რაც გადმოცემული არის ამ ნამუშევარში. მე გისურვებ, რომ აი ესეც მსგავსი. და ეთყობა ახლო კადრებით გადაღების სპეციფიკა, ან არ იყო იმ ადამიანების ხედვა და მათი კონტენტი. ან უბრალოდ მე ვერ მივაწვდინე ჩემი სურვილი როგორც საჭირო იყო. მაგრამ მე ვიცი რომ ადრე თუ გვიან მე ეგრეთ ნამუშევარს დავდებ, რომელიც იქნება პირველ რიგში რომლითაც მე ვიქნები ბოლომდე კმაყოფილი. მე გისურვებ რომ 2026 წელს მოხდეს ეს ყველაფერი და რაღაც შორს არ გადავდოთ, ხო? საბა, პირველი შესვენება გავაკეთოთ აბა. სიმღერაში ბატონო რატომაც რა დიდი სიამოვნებით მოგიხსნა და წარგვიდგინა რას შევაკრო. შევასრულებ ოთარ რამიშვილის შენ შორს ახარ ახლა ჩემგან. შენ შორს ახარ ახლა ჩემგან სურს შენი ჩახუტება შენი თავი ამაჩემდა თვალი არ მეხუჯება როდის გნახავ ღმერთმა უწყის მოვესწრები ამას რომ შემხვდები ჩემზე უძინ კოცნა უნდა დამას როდის გნახავ ღმერთმა უწყის მოვესწრები ამას რომ შემხვდები ჩემზე უძინ კოცნა უნდა დამასრო სიყვარულით გელოდება შენი მყუდრო უბანი სათხარ ჩემო წეროდნა სად გატარებს უფალი მოდი გიშლი ხელებს სულისევდით ამევსო ონედავრა გაათენებს ამ წუხარე ღამესო როდის გნახავ ღმერთმა უწყის მოვესწრები ამას რომ შემხვდები ჩემზე უძინ კოცნა უნდა დამასრო კოცნა უნდა დამასრო ძალიან დიდი მადლობა საბა მიჩვენება თუ სევდა სხვანაირად უხდება მუსიკას სევდით უკეთესად ამბობს შემოქმედი თავის სათქმელს და თავის თვითგამოხატვასაც უკეთესად ახერხებს, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით რომ ხელოვნებას ყოველთვის ასაზრდოებდა და ასაზრდოებს დღემდე ტკივილი. კი, პირდაპირ დარიბი გაგებით? ნებისმიერი გაგებით კი. ხო, ოთარ რამიშვილის შემოქმედება რამდენად გაწევს, იმიტომ რომ ამ გენიოს ადამიანს ვიცნობდი და ძალიან მიყვარს და მის შემოქმედებას შეხვარის უდიდესი პასუხისმგებლობაც და უდიდესი ბედნიერებაც. მართლა უდიდესი იყო, იმიტომ რომ კაცმა დაწერა ისტორია თავისი ხმით, თავისი გიტარით, თავისი დაწერილი სიმღერებით. თან ის ხო ერთდროულად იყო ვირტუოზი გიტარისტი, ავტორშემსრულებელი და საოცარი კომპოზიტორი. ძალიან სახასიათო ინდივიდი. ფაქტობრივად ყველა სიმღერა რაც დაწერა ყველა ჰიტია. ყველა მაგარი სიმღერაა და ტურებს უძღვნიან ხო, რამდენიმე კონკურსში იყო, როცა სპეციალურად ოთარ რამიშვილის ტური გაკეთდა და თელმის სიმღერებს გაუკეთეს, ესე ვთქვათ, ახალი ინტერპრეტაცია, ახალი სული ჩაუდგეს და ყველა ავტორი სხვა რაკეთებენ ასეთ გიგანტურ მეგაშოუებში. ეს იგი ძალიან საინტერესო უნდა იყოს და ძალიან მდიდარი დანატოვარი უნდა გაგაჩნდეს, რომ დადგეს დღის წესრიგში ის საკითხი, რომ შენ მოგიძღვნან ტური. შენს შემოქმედებას. ალბათ თქვენ ძალიან დიდი წვლილი გაქვს, რომ მიცი შემოქმედების ამღერების სურვილი გაქვს, რომ არ დაიკარგოს, ხო, ამახომა თავებმაც იცოდეს. მე მაქვს სტუდიურად ჩაწერილი მისი სიმღერა, მხატვრის სიმღერა და ამითაც რაღაცა თითქოს ცოტათი მაინც ვალმოხდილად ვგრძნობ თავს მისი ნიჭიერების წინაშე. ხო. საინტერესო სიმღერაში ეხება საინტერესო ეპიზოდზე გადმოვიდეთ თქვენს ხრებაში, არჩეულებთ რომ ხატავ რა ხდება თუ იცი ხოლმე დროს. დიდი მადლობა. თუ პაულობ დროს მე ვაპირებ ახლო დღეებში დავხატო დავით აღმაშენებლის პორტრეტი.
ჩემი ძმაკაცისთვის. ირაკლი კინძურაშვილი ყავს მხედველობაში. მოვიგეთ ბატონი ირაკლი. დიდი ხანია, დიდი სიყვარულით ირაკლი. ანუ სიურპრიზი არ არის ეს ჩემი. ჩვენი ძმობის ნიშნად მე მაგ თხოვნას შეგისრულებ და ფუნჯებთან და ტილოსთან დამაბრუნებ შენი თხოვნა. ანუ დიდი ხანია აღარ ხატავ თუ დაბრუნებას რატო უწოდებ ამ ფაქტს? დავხატე ძმაკაცის შეყვარებული ზაფხულში მისი თხოვნით. ანუ ვერ ვხატავ არ მცალია ხატვისთვის. ხატვა სჭირდება სხვა დრო. ანუ არ უნდა იყურებოდეს საათზე, არ უნდა იყოს გასაქცევი არსად, არავინ არ უნდა იყოს მოსასვლელი შენთან, იმიტომ რომ როგორც კი შენზეთის საღებავებთან იწყებ ურთიერთობას, მაშინ რამდენიმე სივრცე უნდა გქონდეს. მოწაფერო შემოვა, შენ იმას იმ სურნელში ვერ დასვამ, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე სუნი აქვს ზეთის საღებავებს. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უარს ვერ ეუბნები, ხო? კი, აი ასე ფაქტობრივად ძმაკაცები იყენებენ ბოროტად წყალებში. ახერხებენ იმას, რომ ხატვას ბოლომდე არ ჩამოვეხსნა. მადლობა მათ ამისთვის. კი, დარწმუნებული ვარ, მსურველები ისო გამოჩნდებიან, ასე რომ არ მოგცემენ იმის საშუალებას. დრო ასე მაბრუნებენ ხოლმე კი. თუმცა მეც მენატრება სიმართლე გითხრა, ძალიან მენატრება ხატვა, იმიტომ რომ ხატვა არის ის, რაც გავიწყებს ყველაფერს. თვითთერაპია ხო? უწყინარი თერაპია. სხვათა შორის პატრიარქი ამბობს, რომ არავინ არ იფიქროთ, რომ ხატვის ნიჭი არ გაქვთ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ექნება ხატვის ნიჭი. აი მაგალითად, ჩემს ნამუშევრებს უნდა გადახედო და მიხვდები, რომ არიან ადამიანი, ვისაც შეიძლება ხატვის ნიჭი არ ქონდეს. არა. ანუ ხატვა არ არის მარტო, ასე ვთქვათ, როგორ ააგებ, რამდენად სიმეტრიული, რამდენად პროპორციული იქნება თვითონ პროცესია ჯერ ერთი უდიდესი სიამოვნების მომგვრელი და თან არავის წინაშე არავინ არ არის ვალდებული. შეგიძლია ყველაფერი დაშალო, აბსტრაქცია რა არის, ნივთების დაშლა და რაღაც ნაწილ დეტალების დატანა ერთ სივრცეზე, ერთ სიბრტყეზე და ამით შენ შეიძლება მიიღო უბრალოდ საოცრები. ხო, ეხლა თვითგამოხატულობას როგორ წაიყვან ამ შემთხვევაში ძალიან კარგია. არ არსებობს წესები და ჩარჩოები რა ხელოვნებაში. თქვენს კოსტიუმებს შევეხოთ, იმიტომ რომ წესები და ჩარჩოები არ არსებობსო და თუნდაც თქვენი ჩაცმულობაც არის ამ კუთხით ლოგიკურად გადავაბათ, ხო გამოძახილი. მაგის ნათელი მაგალითი. ხო. როგორ არჩევ ხოლმე ამ ყველაფერს თქვენი ესე ვთქვათ ესკიზები იკერება თუ რა ხდება? ახალი კოსტუმის შექმნის ინსპირაცია მოდის ფიქრიდან. ანუ ფიქრისთვის დროს ვიტოვებ და ეს უმეტესად ხდება ძალიან გვიან ღამით. ღამის 2 საათზე, დილის 5 საათზე მე ვფიქრობ, მე ვიგონებ რა როგორ შეიძლება გაკეთდეს და მე უკვე ამ ყველაფერზე მუშაობა სხვადასხვა მკერავთან თანამშრომლობ. არის ერთი სიამოვნება, როდესაც მე მათ ვკარნახობ და როდესაც ვხედავ მე უკვე გაცოცხლებულ ჩემს წარმოსახვას. არასოდეს არ ძალიან ვეხმარები. საბა ცილთან ვერ მეგობრობ. თითქმის არ მძინავს, ცილთან ვერ მეგობრობ და ამას ადვილად წაიგითხავ ჩემს თვალებზე, ვერასოდეს ვერ ვახელ. და შეიძლება იქიდან კიდე კარგი რა ჩემი გადაცემა ადრე არ არის. შეიძლება იქიდან წამოვიდა მე ეგ შედარებაც, რომ სტალონეს თვალებიო და რაღაცა, იმიტომ რომ რეალურად არ მაქვს ეგრეთ იჭრილის თვალი, რომელიც მოდის ასე. უბრალოდ თითქმის ვერ ვახელ თვალებს იმის გამო, რომ სულ დამწვარი უძილობით დამწვარი თვალები, ეს არის ტერენდი გრანელის ტერმინი. მიჭირს თვალების გახელა, იმიტომ რომ ძალიან ცოტა მძინავს. ძალიან ცუდია, ალბათ იცი. მეტად რომ უნდა დაუთმოთ ალბათ ცილ სადაც ენერგიების აღდგენა ხდება. არ გამოდის, იმიტომ რომ მე მიყვარს ძალიან გრანელის სიტყვა ქარისა და ღამეების შესახებ წერს, რომ და არც ეძინება მას, ვინც ნიჭიერია, ვინც ფიქრობს, ვისაც აზროვნება შეუძლია, იმიტომ რომ ღამე შექმნილია შემოქმედებისთვის და არა ძილისთვის, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ეს არის გრანელის სიტყვები. მოდი და შეეწინააღმდეგო. ნუ, ლეგენდარულ გრანელის, რომლის პოეზიასაც ასევე ზედმეტად უხდებოდა გადაჭარბებული სევდა და უხდება, ხო? არა ნორმალური სიყვარული მაკავშირებს მის პოეზიასთან, მის პერსონასთან, თვითონ ის იყო ჩემთვის რომ მქონდეს დასახელების უფლება ერთი გენიალური ადამიანის სამყაროში მთელი ეპოქების, მთელი ამ ქარტეხილების განმავლობაში, რაც კი გამოიარა კაცობრიობამ, ერთი ძალიან რთული ერთის დასახელება, მაგრამ აი ორის თუ მექნებოდა ვიტყოდი ჩაპლინს და გრანელს. სამის თუ მექნებოდა აუცილებლად მოცარტიც შევიდოდა მაგ რიცხვში. 4-ის გალაქტიონი უდაოდ. 5-ს ვთქვათ და დავასრულოთ. თორემ შორს დავალთ ალბათ. ძალიან ბევრი იყო, მაგრამ
ალბათ ჩემი საყვარელი მხატვარი ჩავატევდი ცოცხალია და არ ვთვლი რომ ადამიანი მაინც გარდაცვლილი უნდა იყოს რომ მე მასზე თქვან კარგი სიტყვა აი განა გალი საოცარი მხატვარი ანუ ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი აღმაფრთოვანებელი როდესაც ვუყურებ ტილოს არის ის როდესაც ფერის მიღმა ვხედავ ფერს ანუ ის ასწავლის სამხატვრო აკადემიაში სახვით ხელოვნებას და სოტბის აუქციონზე უდიდესი წარმატებით იყიდება სიცოცხლეშივე მისი ტილოები. ძალიან წარმატებულია და ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ძალიან ნიჭიერია და რაც კიდე ძალიან მხიბლავს ის არის აბსტრაქციონისტი. აბსტრაქციის ხატვა გონიათ ყველაზე ადვილი და ყველაზე რთულია. ისევე როგორც მაგალითად ვერლიბრის დაწერა. მე ბევრი პოეტისთვის მისროლია გამოწვევა რომ ერთი ვერლიბრი დაეწერა, რომელიც რითმში მუშაობს ძირითადად ვერ დაუწერიათ. საბარა მეტეს ვერ დაუწერია. რა ფენომენია, როცა აუცილებლად ადამიანი არ უნდა იყოს დედამიწაზე, რომ შემდეგ მის გამო გლოვა გამოვაცხადოთ და დავაფასოთ, მოусმინოთ, ამკითხოთ, გავეცნოთ ასე შემდეგ. მანკიერი ძალიან მანკიერი მხარეა, განსაკუთრებით მე მგონია რომ ჩვენთვის დამახასიათებელი საქართველოში, მაგრამ ბევრი მიზეზია. ერთ-ერთი არის შეიძლება ადამიანს ძალიან უყვარდე, ძალიან მოწონდე და ამას გამოხატავდეს ძალიან ცუდი ფორმებით. სულ გაკრიტიკებდეს. მე როდესაც ვინმე ძალიან მაკრიტიკებს ბოლო დროს დავიწყე სხვათა შორის ეს დამოკიდებულება მაგ საკითხის მიმართ იმ ადამიანების მიმართ უკვე გამაჩნია ემპათია. ადრე ესე არ იყო იმ ადამიანების მიმართ მე მეტებოდა მარტო აგრესია, რაც ვლინდებოდა უხეშ დაბლოკვაში. არ ვლანძღავდი, მაგრამ ბლოკავდი ავტომატურად და კომენტარს ვშლიდი. თუ ვინმე რამდენიმეჯერ დამიწერა ძალიან კრიტიკული კომენტარი, ვხვდები რომ იმ ადამიანისთვის ვარ საინტერესო და რაღაც კონკრეტულის მიღება უნდა ჩემგან ან მოსმენა ან დანახვა და ვერ იღებს და შესაბამისად მე ეს ვლინდება მახინჯი ფორმებით. ადამიანებს უნდა ესმოდეთ რომ არტისტს არ უნდა უკარნახო. არტისტი თვითონ უნდა იყოს თავისი თავით კმაყოფილი, როგორც გამოიყურება თუნდაც მაგ საკითხში. მე ხო ვერ დავიწყებ იმის მიხედვით ჩაცმას როგორც მოგწონს თქვათ შენ იმას ეს ხო წარმოუდგენელი და ამასობაში მე აუცილებლად დავკარგავ საკუთარ თავს ეგ მე აღარ ვიქნები ესე რომ ეგ მისაღებია მოდელისთვის რომელსაც რასაც ჩააცმევენ ვალდებულია რომ ის 60 წარადგინოს და გაიაროს იმით პოდიუმზე მაგრამ მე ასე ვერ მოვიქცევი ეს არც ჯანსაღი არ იქნება არც საინტერესო არ იქნება და არც გულწრფელი საბა, ვიდრე დღეისათვის ნელ-ნელა დაგემშვიდობებით, მითხარი და მომახსენე, აი 2025 წელმა მაინც რა გასწავლა ესეთი გრაციოზული ან სადგრძენი ყველაზე დიდი წარმატება ან იმედგაცრუება, რასაც წარმატებად აქცევ 2026 წელს და რა გეგმები გაქვს მოკლედ რომ მითხრა და კიდე ერთი სიმღერით თუ გამომთავაზებთ. მასწავლა, დიდი სიამოვნებით, ძალიან პოზიტიური სიმღერით დაგემშვიდობები. მასწავლა ის რომ უნდა ვიყო უფრო გამბედავი ვიდრე ვარ. ანუ მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი და ძალიან ვიზღუდავდი ჩემს თავს. ძალიან ცოტა უცნაურად ჟღერს. და ვფიქრდი რას გულისხმობს ნეტავთ. ძალიან ვიზღუდავდი ჩემს თავს და ძალიან ზედმეტს ვფიქრობდი იმაზე, რაც თურმე ეგრე არანაირად არ იყო. ეგ მასწავლა და ძალიან ვემაძლიერე. გადმოვიტან 2026 წელს ყველაფერს და გავაკეთებთ საპირისპიროდ. ამჯერად რა შეგვისრულებთ? შევასრულოთ ჩემთვის ძალიან წარმატებული სიმღერა. გული შენთვის მღეროდა. არაფერი არ მომხდარა, შენი ნახვა მომინდა, მარტობით დაიღალა გული, მომეჩვენა თითქოს ისე, მეძახოდი შორიდან, მონატრება მოვიდა. მეშინია მიმატოვებს გაზაფხულის ფერები, იასამას და ასველებს ვიმან, შენს მაგივრად იმღერებენ, სევდიანი ბგერები, ვეღარ მოგეფერები. გული, 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 მხოლოდ შენ გიმღეროდა, მხოლოდ შენზე ფიქრებს დეფერებოდა.
ხმაურობენ ქუჩები მენატრები ძალიან რა ვქნა ვერ დაგივიწყე სიყვარულის ბრალია ისე უცებ მიმატოვე არც არაფერს დამპირდი დავეძებდი შენ სევდიან თვალებს შენ ხარ ჩემი სიყვარულის უსასრულო ნაპირი ჩემი სულის აპრილი არასოდეს მიმატოვებს გაზაფხულის ფერები თუ დაბრუნდი გადაიღებს წვიმა როცა აღარ იმღერებენ სევდიანი ბგერები მოვალ მოგეფები გული მხოლოდ შენ გიმღეროდა მხოლოდ შენზე ფიქრებს ეფერებოდა ხმაურობენ ქუჩები მენატრები ძალიან რა ვქნა ვერ დაგივიწყე სიყვარულის ბრალია მენატრები ძალიან საბა ბევრ წარმატებას გისურვებთ თქვენ. მადლობა შენ. ძალიან ნაყოფიერ 2026 წელს და შემდეგ წლებს. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი და რომ ემეგობრები ჩვენს გადაცემას და გიყვარს ხოლმე ჩვენთან მოსვლა ამ ყველაფრისთვისაც დიდი მადლობა. კარგ დღეს გისურვებთ და დროებით დაგემშვიდობები ნახვამდის. ქუთაისის საბუხსნის სიყვარულს. მიყვარხართ ძალიან. ძალიან კარგი. მე ვიცი რომ ნამდვილად გიყვარს ქუთაისი და ქუთაისაც რომ უყვარხარ იგრძნობა ხოლმე როცა ამ ქალაქის ქუჩებში სეირნობ ხოლმე თქვენ. მადლობა თითოეულ სამისთვის. დროებით დაგემშვიდობები ნახვამდის, გილოცავთ ისევ და ისევ ნათლისღებას და დღეს ძალიან მუსიკალურადაც შეგიძლიათ დააგვირგვინოთ ეს დღე. ფრანის კონცერტი გაიმართება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქუთაისში. ლადონის ხიში. კი ბატონო, 19 საათი, ასე რომ ვფიქრობ, ნამდვილად უნდა გამოიყენოთ. და წარმატებები. წინარი ჯგუფია, ხო, რაღაც კეთილი ჯგუფია წარმატებები. უნიჭიერესი ბიჭია გაგა და წარმატებები მას. დროებით დაგემშვიდობები, წარმატებები ფრანს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ცდილობს მუსიკალურად გაალამაზოს გარემო. გადაცემაში უოთხე ქუთაისში დღეისათვის ამით დასრულებულია. მუსიკოსი საბა საფარელი გახდა ჩვენი სტუმარი, მე ნანა თავდორაძე ვარ. კაც მიღმა ლიგა ჩოგოვაძე მუშაობდა. გემშვიდობებით, ხალხამდე საუკეთესო სურვილებით ნახვამდის.